Vogue მას უკვე ამომავალ ვარსკვლავს უწოდებს, ჰოლივუდის ვარსკვლავები კი ქართველი დიზაინერების სამოს ირჩევენ. Mercedes-Benz-ის მოდის კვირეული თბილისში 2 წლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა. ამჯერად ყურადღების ცენტრში ქვემო ქართლიდან მილანამდე განვლილი გზა და გალიბ გასანოვია. კვირეულ სტუმრის სტატუსით ესწრებოდა გიორგი ქებურია. კულტურული კოლაბორაციების სივრცე 11 დიზაინერი და მაღალი მოდის 4 დღე. ნინო ვარძელაშვილის სიუჟეტში. ხალიჩებს უძველესი ტრადიციით ბორჩალოელი ქალი ოსტატი გალიბ გასანოვის ახალი კოლექციისთვის ქსოვს. იდენტობა, რომელსაც 31 წლის გალიბი იტალიას აცნობს, სათავეს ქვემო ქართლის სოფელ ყარაჯალაში იღებს. არტისტის ავთენტიკური ხელწერა ხშირად ხვდება საერთაშორისო მედიის ყურადღების ცენტრში. ჟურნალი Vogue მას უკვე ამომავალ ვარსკვლავს უწოდებს. თბილისის შემდეგ გასანოვი კოლექციას ფლორენციასა და იტალიის სხვა ქალაქებში წარადგენს. წელს გალიბ გასანოვი LVMH-ის პრიზის ფინალისტია. კონკურსის შედეგები 4 სექტემბერს გამოცხადდება. დავივიწყებდი რა თქმა უნდა ჩემ მე საიდან ვარ ვინ ვარ იმიტომ რომ ჩვენი იდენტობა არის ჩვენი პიროვნების ნაწილი რა თქმა უნდა მე იტალიაში ვერ ვისაუბრებ და ჩემი ინსპირაციის წყარო მხოლოდ რენესანსი ვერ იქნება ამიტომ ჩემთვის ბუნებრივია რომ მე საიდან ვარ ჩემი რეგიონიდან ქვემო ქართლზე ვსაუბრობ და არა მარტო ქვემო ქართლზე ზოგადად კავკასიაზე ქართული მოდის პოპულარიზაცია და მისი გლობალურ ასპარეზზე წარდგენა. ამ მიზნით დაარსდა Mercedes-Benz-ის მოდის კვირეული 2015 წელს. სოფო ჭყონიას ინიციატივით თბილისი მოდის რუკაზე საინტერესო წერტილად იქცა. ქვეყანაში მნიშვნელოვანია რომ იყოს ესეთი პროექტი, განსაკუთრებით ახალგაზრდა დამწყები დიზაინერებისთვის, რომ მივცეთ მათ საშუალება მსოფლიოში გავიდნენ, გახდნენ ესე ვთქვათ ევროპის ნაწილი. კვირეულს სტუმრის სტატუსით ესწრებოდა დიზაინერი გიორგი ქებურია. ადრეულ წლებში ის აქტიურად იღებდა მონაწილეობას ამავე პლატფორმაზე. დღეს ქებურია უკვე მსოფლიო დონის ბრენდია. კაია გერბერი, მაილი საირუსი, ლინდსი ლოჰანი, კაილი ჯენერი, იმ ვარსკვლავების მცირე ჩამონათვალია, რომლებიც ქართველი დიზაინერის სამოსსა თუ აქსესუარებს ირჩევენ. ძალიან მიხარია რომ დაბრუნდა მოდის კვირეული, რა თქმა უნდა, დღეს სისხლძარღვია მოდისთვის, ასე ვთქვათ, მოდის კვირეული და მთავარი მამოძრავებელი ძალა დიზაინერების აღმოსაჩენად და გამოსაჩენად მათთვის. Mercedes-Benz Fashion Week-ი მხოლოდ მოდა არასოდეს ყოფილა. ის კულტურული კოლაბორაციების სივრცეცაა. წელს თბილისის შვედი არტისტი JJ იოჰანსონი დაუბრუნდა. 9 მაისს გამართულ კონცერტზე ნიკოლოზ რაჭველის დირიჟორობით საქართველოს სიმფონიურ ორკესტრთან და ანსამბლ შავნაბადასთან ერთად დასავლური ჟღერადობა ქართულ ტრადიციულ მოტივებს შეერწყა. ორივე ძალიან ხიბლავს სილამაზე და ამის შექმნას ვცდილობდით. მუსიკა იმდენად უნივერსალურია, რომ შეგვიძლია ერთმანეთს დაუკავშირდეთ, მოусმინოთ და გავიგოთ ერთმანეთის, მაშინაც კი როცა ენა არ გვესმის. არა მხოლოდ ჩვენი კოლაბორაცია, არამედ ზოგადად რაღაც ქართულიც მოისმინეს, თან ძალიან ღრმა და სერიოზული ქართული მუსიკა და ამასთან ერთად აი ეს ორიგინალურად შესრულებული და შეთავაზებული JJ იოჰანსონის შემოქმედება. ამიტომ მე ვარ ძალიან კმაყოფილი და თან ბედნიერი. Mercedes-Benz Fashion Week-ი 2 წლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა. 4 დღის განმავლობაში ფაქტორი თბილისი მოდის ეპიცენტრად იქცა და კვირეულმა წელსაც არაერთი ახალი სახე აღმოაჩინა.